ეხა ისაუბრეთ ნაციონალურ მოძრაობაზე, როგორც ყოველთვის ცოტა მწვავე კრიტიკით, მოდით ასე ვთქვათ. თავპირი უნდა დაუმტრიოთ მათ დღე და ღამე. აი, ეს არის ამონარიდი თქვენი განცხადებიდან. ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის მისამართით გაკეთებული. დღესაც ასე ფიქრობთ, თუ შეიცვალა ზაზა პავუაშვილის დამოკიდებულება, თუნდაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ? ისეთ რა შეა საქმე, აი სულ ვცდილობ, რომ აი ესეთ მინდორზე არ გადმოვიდე რა და რაღაცად გინდათ რომ მანდამაც იქით შემიტყუოთ. ეხლა ჩემი დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის მიმართ საქვეყნოთ არის ცნობილი და ყველასთვის გასაგებია და მათაც იციან და ნუ არაერთხელ აღარ მსურს ამ თემაზე ვილაპარაკო. მართლა აღარ მეშლება ნერვები და მართლა აღარ მსურს. იმიტომ ისინი არც ჩვენი ტოლი და სწორი არიან და არც ღირს მაგათთან ლაპარაკი. სულ ვერიდები აბსოლუტურად. მეტი სიმშვიდე მინდა, მეტი ფიქრი მინდა, სხვა რაღაცებზე მინდა ფიქრი იყოს, ქვეყანას აწაადგება და იქ რაზე მტკივა გული. ეს აღარ არის ჩემი თემა და ამაზე არც მინდა საერთოდ ვილაპარაკო და ეხლა ამონარიდებს მეუბნებით ზოგი მახსოვს, ზოგი არ მახსოვს და თუ მათ მიმართ იყო ნათქვამი რასაკვირველია მიმართული იყო, მაგრამ მე ყოველთვის ამსეთ რაღაცებს ლაპარაკობ, მაშინ არგუმენტებით ლაპარაკობ, ფაქტებით და არა აკვიატებით. როგორც მათ აქვთ აკვიატებული ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი, აკვიატებულად თუ ხალხში უნდათ რაღაცა ვითომ ამ ადამიანებზე რაღაც ნეგატივი გაჩნდეს, მაგრამ ვერ გაჩნდება, იმიტომ რომ მათ იმდენი სიკეთე აქვთ გაკეთებული, რაც მათ არასოდეს ეს სიკეთე ამდენი გაკეთებული სიკეთე არ დაესწრებათ. მათი უბრალო ამოცანა არის ძალიან მარტივი. არ უნდა ჩაიდინოს ბიძინა ივანიშვილმა, არც ერთმა ჩვენთაგანმა სიკეთე არ უნდა ჩაიდინოს. როგორც ბნელ ხალხს სინათლის ეშინიათ, აი ეს ეშინიათ სიკეთის. მაგრამ მე არ მინდა ამდენი ენერგია ხა თქვენ დამახარჯინეთ ამდენი ენერგია, თორე მე საერთოდ აღარ ვხარჯავ. ძალიან კარგად ვაყალიბებ მათი მისამართით ჩემს არგუმენტებით და არა აკვიატებით. არგუმენტებით. დიდი მადლობა ბატონო ზაზა, მოდით გადავიდეთ სხვა თემაზე.